შემდეგი მეცადინეობა იქნება შაბათს 7:30-ზე. დასაგებია, ხო? დიდი მადლობა დღევანდელი მუშაობისთვის. თავისუფლები ხართ, შაბათს შევხვდებით ერთმანეთს 7:30-ზე. ნახვამდის. ეხლა მამაშვილი ხო ის სულ ყოველთვის იმაში რომ ხო ერთმანეთთან პოლემიკაში შედის და რაღაცაზე იმას გენით რა ვქეთ წავგამართდით ხო და დაგინდა უშვილო გზაზე ხო დაგაყენო ხო და იარე ახლა წინ დავუგან თბილისს და უსურგეთს შორის ჩამოვდიოდი 10 დღით, ეს 10 დღე მუშაობდი სახელმწიფო ანსამბლთან ოზურგეთში, მერე ისე უბრუნდებოდი თბილისში. არ დადეგების პერიოდში. მაგრამ 3 წელია უკვე რაც სისტემატიური სახე მიეცა და ყველა ორშაბათს ან სამშაბათს მივდივარ ოზურგეთში და ყველა პარასკევს საღამოს რეპეტიციის შემდეგ უბრუნდები თბილისში. რომ შაბათი კვირა ორშაბათი მოსავლე ახალგაზრდობის სასახლეში ვმუშაობ თბილისში. ერთი სამშაბათი დღე მაქვს თავისუფალი, ისიც გზაში ვარ ხოლმე და დანარჩენი ოზურგეთში. გამარჯობა შენ. გამარჯობა. რა ქვია? რატო? რატო? საით მიდიხარ და? ოზურგეთში? ოზურგეთში ცეკვას. ცეკვა, მოცეკვავი ხარ? კი. მე ამ ხელა გზაზე ესე ფეხი დადიხარ ხოლმე? კი.
გადახარ თუ მანქანები გააჩერეს, აი ახლა. აბა ეგება გაგიჩვერის, მიდი. არ გაგიჩერა? არა. მარშრუტკები და რამე? მარშრუტკები ცოტა დადის ძალიან ხაზის მარშრუტკები. საათში ერთხელ. ესე წვალობს სულ. რამდენი კილომეტრია ეხა ეს ოზურგეთამდე, შენი სახლიდან? ოზურგეთამდე ჩემი სახლიდან დაახლოებით 12 კილომეტრი. ყოველ დღე ესე გიწევს სიარული? კი. მაგრამ თუ გამიმართლა არ ვაგვიანებ, როგორც ვარ და ცოტათი გავიანდებ. და მერე რას გეუბნებიან ხოლმე, რომ დაგაგვიანდები? ვიციან, რომ შორი დამოვდივარ და შეიძლება ცოტათი დავაგვიანდეს, მაგრამ ძალიან დამეტანიც არ შემიძლია რომ დავაგვიანო. აი, კაი ბიჭი ხარ, აბა შენიც ეგება გაგიჩეროს ვინმე. კი. აიდან შამოვიდა მე მოლიჩი შარია გია ეს მოგობოლე შეჭრილიო მარი ყოლე ის ვარი ჩანა თები რომ იწება აი ეს მოხუ აი მოხურში უკვე ასე ვარი აი გამოდის აი ზაგვის აგერა ბათუმი ჩანს აი შერეტონი ის ახალი უნივერსიტეტია ყველაფერი ჩანს მაგარ ადგილზე ცხოვრობ მაიკო მამა რასაძადები შვილო რა მანდანის აგრებად მივდივარ და ბანკეთზე ხომ არ მივდივარ შვილო სამი მანდანებში მივდივარ ხო ვარენგაში ის და ხალათია ვარენგა არ ბაგდა ხალათ შავით აიღავი მას ეყავი წამო დედა შენი გამოვიშ აქ დავიბადე აქ შევედი სკოლაში, აქ დავიწყე ცეკვა, აქ დავამთავრე სკოლა და ესე მოვედი დღემდე. აი ეს კაქტუსი არის ილში ჩამოტანილი, რა ჯუმბერდუბლო. ჩამოვიტანა. ვინ იყო ჯუმბერი თქვენ? ჯუმბერდუბლო იყო ჩემი მასწავლებელი და ქორეოგრაფი, ვინც ცეკვის გარდა ბევრი რამ მასწავლა და სკოლებში. მე ვიცეკვე მე-10 კლასში როცა ჩამოიყვანეს საქართველოს სახალხო არტისტი საშა ჯიჯიეშვილი მან შემაყვარა მე ქართული ცეკვა, ქართული ქორეოგრაფია და მან გამაცნო ილიკო და ნინო. როგორც კი დავამთავრე საშუალო სკოლა თუ არა მე წამოვედი თბილისში. რა თქმა უნდა თბილისში ჩამოსასვლელი თანხა ძალიან ძნელად შევაგროვე ძალიან იმიტომ რომ ჩვენ მარტო დედა ვყავდა. ჩემმა მეზობლებმა წავიდნენ ტყემალი წაიღეს ფოთში და გაყიდეს და ფული გააკეთეს და მე ვიფიქრე რატომ არა მე თბილისში მინდა წასვლა და მეც წავიღე რა. ნელ-ნელა ესე 1-300 მანეთს მოუყარე თავი. 300 მანეთი ძალიან დიდი ფული იყო. დავჯექი მატარებელზე და ჩავედი იქ ბიზაშვილი დამხდა. შემატანინეს საბუთები ქორეოგრაფიულზე და მოვეწყე. მე ჩემი ჩავაბარე აბსოლუტურად არავინ არაფერში მომყარებია. დედამ 3 თვე გამომიგზავნა 25 მანეთი. და გადავედი საცხოვრებლად ქობულეთის დაღმართზე. არის კერძო ბინები. და იქ პადულის პადვალში ვცხოვრობდი.
ბოდიშვიხტი და მე და ვირთხები ერთად ვიყავით რა. ახლა ვირთხები და დარბოდნენ, გოჭები ვიტყვენ რა. Თათმასოს 86 წელს 1986-ში ბებიაჩემის დიდი ძალისხმევით მიიყვანეს ცეკვაზე. საერთოდ არ მაინტერესებდა ჩემი და უფრო მაგრად იყო მოტივირებული ცეკვით. ერთხელ თავის დავანებე ჩემი იმით, მაგრამ შეუძლების ძალისხმევით მაინც გავაგრძელე. იმის შემდეგ 10 წლის შემდეგ მოხდა ჯუმბერდუნდუასთან, რამაც რასაც ქვია შეგვაყარა, რაც შეგვაყვე და სხვა მიზნებით დაგვისახა, რომ ესე გვეუბნებოდა ხოლმე იმ ჯარისკაცრა უთხარი, რომელსაც გენერლობა არ უნდაო და ეგ იყო ჩვენი мотиваცია, რომ რაღაცა გვექნა ჩვენი ხელოვნებით, რომ თან გაგვეხწია ოზურგეთიდან, სულ გვეუბნებოდა, რომ აქ ჭაობია, შვილო არ ჩარჩეთო რა. და ვაძალებდა, რომ ბევრი გვემუშავა და წამოსულიყავი თბილისში, კერძოდ ცუხიშვილში. ეს რეპეტიციები როცა მორჩებოდა, უკვე ჩვენ წამოსვლას როცა ვაპირებდით, ვარჯიშობდით ხოლმე ღამით, სანთლებს ვანთებდით და მე ჯუბერი პატკედა გვიყიდა ეს თურქული ისინი იყო რა ქვია ლამპები რა, ეს სარკეები ქონდა უკანა მხარეს და იმებს კიდევდით დარბაზში ყველა მხარეს, რომ გაინათებია. როცა არ ყოფდა კიდე ფეჩის კარეს ვაღიარდით, რომ ცეცხლის შუქი გამოსულიყო და იმაზე ვარჯიშობდით ხოლმე. საჭმელად ჯუმბერის შევყავდით სახში რა, შიმშილთან ვარ დავხოცილიყავით იქ სახში წასვლამოსლას. შევიდოდით ხან პურს და ლიმონას ვიდლოდით, ასოზე დედას პურს ეძახოდნენ, ეს კვალი პურები იყო შვაში ნახრედიანი და იმით ლიმონათი პური და დანარჩენს ილიჩი გვაჭმევდა ხოლმე, საფედან გამოქონდა საჭმელი. რეპეტიციაზე მოვა. ეხლა მივდივართ გაკვეთილზე. ეს არის ოზურგეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლა. აქ მუშაობ, ჩვეულებრივ ცხრილში არის ქორეოგრაფია მეოთხე კლასთან და 4 შაბათი და 5 შაბათი ორი დღე აქ ვატარებ ხოლმე გაკვეთილებს. ჩვენ ქორეოგრაფიის გაკვეთილებს, თეორიას ვასწავლი ბავშვებს ქორეოგრაფიის. ნუ თავიანთ გასაგებენაზე რომ გაიგონ რომ რა არის ცეკვა, რა არის ქორეოგრაფია. პრაქტიკული მეცადინეობები გვაქვს და კიდე ვიდეო გაკვეთილები დავუმატე ბავშვებს. ვართ ის გაკვეთილი? მაგრად, ძალიან მაგრად. აი ხა წამოვზანი და ნახავ როგორ შეხვდებიან გაკვეთილს. და მოვისმინოთ გაკვეთილი, ხო? რა, ცეკვა რა არის? ხო, რომელი?
ბიჭო დუმაკა და ყლაფე კარპეტიზე მოჭა მას მარი გადაიჭერე. მას კარპეტიზე ჭამშვილო ესექშია არ მიწევი რა. დამედამე ესექშია პარჩხირი. ჭამე როდა. თუ ის გინდათ რომ პროფესიონალი მოცეკვავე დადგა მასაკობა მასწავლებელი. და სად გინდათ იცეკოთ სამომავლოდ რომ გაიზდებით დიდები შენ ებისიუში. შენ სამდინა იცი შენ ქორწინში ჩინაი სიტუაცია იყო, მაშინ ისეთი პირობები იყო, არა შუქი, არა წყალი, არა გაზი, არაფერი არ ხდებოდა, სუნგუდარი იყო ყველაფერი. ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ცეკვა და ცეკვით სადმე წასვლა. თავარი იყო, რომ დამოსულიყავით თბილისში, იმიტომ რომ აქედან კიდე რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა და აქ რაღაცის მიღწევა შეიძლებოდა. რა ეგ იყო ერთადერთი მიზანი და ეხლაც ეგრეა ბავშვები გურიაში უმეტესობა, ვისაც არ უნდა გითხო, რა უნდა გააკეთონ ცეკვა. და რატო ცეკვა? იმიტომ რომ სხვა არაფერი არ ხდებოდა იქ და არც არასდროს არ მომხდარა. ერთადერთი ორგანიზაცია იყო სულხიშვილის ანსამბლი, სადაც ნამდვილად ფული არ გჭირდებოდა, უნდა ყოფილიყავი ერთგული ქართული ქორეოგრაფიის, ძალიან მუსიკალური, ძალიან ნიჭიერი და იცოდე რომ იცეკვებდი სულხიშვილის ანსამბლში და მეც ასე მყოდა წილად ეს ბედნიერება. დავამთავრე ინსტიტუტი, დავამთავრე სულხიშვილთან 75 წელში მუშაობა, სოფელ შრომაში ჩამოვედი. სოფელ შრომაში შევქენი საბავშვო ანსამბლი. ტრუკაჩები საქართველოში ბავშვებს შორის არ იყო. იყო, მაგრამ ძალიან ცოტა, ძალიან ისა. მე 30 ტრუკაჩი გავზარდე სოფელ შრომაში. აი ეს სკოლის ანსამბლი სოფელ შრომის საკლასო ანსამბლი მეგობრობა ქვიოდა. ბატონი ჯუბერ დონდუას ხელმძღვანელობით, აი ბატონი ჯუბერი, აი ბაგუნა ნაგაიძე. და ეს არის გონი ასული უკრაინაში რაღაც ჩვენ უკრაინასთან მეგობრობდა ჩვენი მეგობრია და იქ ერთ-ერთი ბატონი ჯუბერის ვაჟი კობა დონდუა ეს ხუშლების მოცეკვავე გახდა კობა. აგი მოცეკვავე და ძალიან დიდხანს იცეკვავე ეს ხუშლებში. აი ეს მე ვარ, აი შრომის ანსამბლი, აქაც გაფერადებული მყავს. ბატონი ჯუბერი და არის და აი ყველაფერი მომწონდა და ვცდილობდი რომ აი ბატონი ჯუმბერის მანერა, საქციელი, აი ჩვევები, სიარული, აი ყველაფერი გადმომეყო რა, ეგ იყო არის რა ჩემი ეტავანი და დღესაც ალბათ რჩება ასე და დღეს უკვე მეგობრობთ. გამოხედე მას პინძელო და ჭიქაცხალი მწურია გოგოგვინო მომიდანა და რა ყოფილა გურია შევხედე და ელდა მეცა და განასადმე ვიჩქარი აგერ ახლოს დაბრძანდიო და გამომიღო და ჭიშკარი
შენი გაღიმება ჩემი სიხარულია რა ყოფილა ეს ჩაის პლანტაციებია. გურიას ადრე მწვანე ოქროს ქვეყანას ეძახოდნენ ჩაის კულტურის გამო. არ ენატრებათ მერე ჩაიში მუშაობა გურულებს? ვისაც ენატრება თურქეთში დადის ჩაის მოსავლელად და ჩაის მოსახლეად. გოგო ერთი მაკოსნინე და მამი შენი ცხონება შენი გაღიმება ჩემი სიხარულია რა ყოფილა გურია ოლია ოლგა იურიენა ეს ბიზ გავკიჩე ხები ხო და აი თამონასო და მეუღლეს მეთქი აი ამდენხანი ველოდები ბაღში წავიდით მანდარინის დასაკრებად მეთქიდა რუსეთიდან ჩამოვიყვანე ხალი აქამდე შრომამდე ენა არ ვთქვია დაძალების გაის და აქედან ბაღში ვერ შევიყვანე რა რომ არ ვეხვეწო სადა მაგე ხარი? იბე გვინდა? ნელა მამა არ დაეცეს სამა. აჰა. ესეთია რა. კი თოვლი და ყირმა რომ მოუწევს უკვე გაფარებულია რა. ისკარი სადა არ ვიცი. თავისუფლები გაკეთდა დღეს მომავალ შაბათთან ნახვამდის პირველი ქორეოგრაფიული სკოლა სტუდია 86 წელში მამამ დააარსა ოზურგეთში ილიქო სუხიშვილის სახელობის, სადაც მე გავიზარდე და შემდეგ უკვე ჩემ თაობაზე, ანუ იმ გოგო ბიჭების თაობაზე, რომლებიც ერთად ვყურდით ოლს და გავიზარდეთ და უკვე სრულწლოვან ასაკამდე მივედით,
აი ჩვენ ხარჯზე, ჩვენი ოფლის შედეგად შეიქმნა აი სახელმწიფო ანსამბლი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მე ისე მადლობელი ვარ ჩემი ხალხის, ჩემი ერის, რომელმაც შექმნა საუკუნეების განმავლობაში ქართული ცეკვები, რომელიც ჩვენ დავხვედეთ და დაუბრუნეთ ისევ ხალხს. ადამიანები მიდიან, სიცოცხლე გრძელდება. ერთ-ერთი დამახასიათებელი და სიმბოლიური არის ისიც, რომ ილიკოს სახელობის სტუდიის დირექტორი არის ჩვენ კოლექტივში დიდი დროის მანძილზე მომუშავე, ერთგული, შრომის მოყვარე, ჩვენი საყვარელი ჯუნდერი. ჩვენ ცოტა დიდი ვარ დარბაზში. აი აქ პირდაპირ იყო კარები, შემოსასვლელი, სადაც ახლა ილიკოსა ნინოს სურათი კიდია. შემოვედით მე, თენგისუხიშვილი, ნინა შაურნა და ორი ჩემი მოცეკვავე, რომლის აყვანასაც ფიქრობდა ნინა შაურნა ანსამბლში. და აი აქ ვიდექით. და ნინა შაურნამ თქვა ასეთი ფრაზა, რომ ნეტავი თუ ვეღირსები, აქ გაზრდილებმა იცეკვონ ჩემთან. ისე აგისრულდა თქვენს და მეც ყველაფერი ის, რაც აუსულდა ნინა შაურნას მისი ნათქვამი. 28 ბიჭმა, მარტო 28 ბიჭმა აი ამ დარბაზში აღზრდილმა იცეკვა სუხიშვილის ანსამბლში. გურულები, გამოდი, გურულები, ადექი, გურულები, მოდი, გამოიშალა. ყველა, მოდი. სადახარ, მოდი, გურული. ზოგადად სადღაც 60-70% ჩვენთან რაიონიდან არიან მოცეკვავეები, მაგრამ კონკრეტულად ოზურგეთიდან და გურიიდან ზოგადად ძალიან ბევრი და აქედან თითქმის ყველა ბატონ ჯუმბერის მოწაფეა. ჩემთვის ბატონ ჯუმბერ დუნდუასთან ურთიერთობა კიდე განსაკუთრებული იყო. მე პირადად მადლობელი ვარ მის, იმიტომ რომ ის იყო ჩემი პირველი დამკვეთი, ჩემი დებიუტი როგორც კოსტუმების მხატვრის შედგა ზუსტად ჯუმბერ დუნდუას ბავშვთა ანსამბლში, გამაფორმებინა მთელი პროგრამა. მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ბოლო კურსზე ვსწავლობდი აკადემიაში, უკვე ვამთავრებდი და შემომთავაზა ამის გაკეთება და მახსოვს როგორი აღფრთოვანებით ვასრულებდი ამ ჩემ პირველ დაკვეთას ცხოვრებაში და ესეთი გამოცდილება მივიღე პირველი აი ოზურგეთის ბავშვთა ანსამბლს გაუფორმე პროგრამა და გაუკეთე კოსტუმები. გეგონა რომ მზად ვიყავით რომ მოსულიყავით ციხეშვილებში. ამაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქ მოხვიდე და უკან გაბრუნდეს ჯობია რომ საერთოდ არ მოხვიდე. თუ მოხვიდე უნდა ისე რომ აი მზად იყო ისე რომ ეგრევე გითხრა დარჩი და всё. აქ ახარ ანსამბლში ხარ და ჩვენ კიდე არ გვეგონა თავი ეგეთი მაგრები თუ როგორც ქვია არ ვიყავით ეგეთი ძალიან ეგეთ მზადყოფნაში და მაინც გადავწყვეტეთ ბიჭებმა რომ წამოდითო ბარემ გაესინჯეთო და ისე გადავწყვეტეთ რომ ილიჩისთვის არ გვეთქვა რომ იმას არ ენერვიულა იქეთ რა. და მოვედით ჩვენ ერთ მეგობარს მოვაყვანილეთ თავით ზიადი თაყაიშვილს და შეგვიყვანა თენგისთან ოთახში და ესე და ესე გურულები არიანო და გასინჯვა უნდათო რა მოსვლა უნდათო და როგორ მახსოვს თენგიზმა გითხრა ადითო სტანოგზეო სტანოგზის ძახიან ბალეტის ძელს რა სტანოგზეო ადითო ივარჯიშეთ და ორ კვირაში გაგსინჯავთო შეეჩვიეთო სიტუაციაში
და რო ავედით დარბაზში პირველი შემოსვლა ხო რა სასაული იყო ჯერ ნერვიულობიდან ისეთი ნერვიულობა გემართებოდა ტროქს ვერ აკეთებდი ილეც ვერ წეკვავდი აქ თავი ისე თან მაშინ იყო ისეთი ხალხი წეკვავდნენ ცხოვრებაული და რა ვიცი ძველი ბლია და სოფიშვილების და ავედით დარბაზში და მეორე დღეს იყო გასინჯვა ჩვენზე ორი კვირით ადრე მოსული ბიჭების და ეგ ურულების უსწრაფები როგაც რა ვეღარ მოვითმინეთ და ჩემმა მეგობარმა ლაშამისთან ერთადაც მოვედი ვასაძემ იმან მითხრა მოდი რა ამდენ ლოდისო და ორი კვირა კიდე აქ მოდი ალსო ან მივიღონ ან არაო ჯობიო ხვალვე გავესინჯოთ და მეორე დღესვე გავესინჯე და რო გავესინჯე ესე გთქვენ მიხათული მოგიყვანათ რა გიდათო საიდან მოხვედით და მე ზვიადინ გახსნე გუში მოვიდენო ისინი ეს რატო გაესინჯენ და გურულები არიან და ვეღარ მოვითმინეს ამდენი ხანი რავი ისე მოხდა რომ თენგიზმა მაშინ ძალიან ბევრი გაიშნა თენგიზმა აგვირჩია და დაგვიტოვა რა და ეგ იყო რა ვიცი ყველაზე სასწაული მე დაურეკეთ სახში მე დაურეკეთ ილიშ და ილიში არ გველაპარაკებოდა გაბრაზებული იყო ჩემს რატომ მიხვედით რატო არ მითხარით მეც ამოყვებოდით უბრალოდ შეწუხება არ გვინდოდა თვითონ მიგვაჩვია ესე რომ ჩვენით უნდა გაგვეტანა ყოველთვის ყველაფერი რა აი მე მინდოდა რა აი ჩემი სურვილი იყო რომ მეც იყო სუხიშვილების ანსამბლში აი 6 თვე ყოველდღიური შრომა და ვარჯიში სუხიშვილების აიხლანდელ დარბაზშიც აი სადაც არიან დღეს აი შემეგობრებთან ერთად დილიდან ალბათ საღამომდე რა ვარჯიშობდით მე აი დავრბოდი ხიმეზოში ვარჯიშობდი ეტრუკებზე ილეთებზე რომ მე აი მინდოდა და მქონდა სურვილი რომ მე გაეშინჯათ ჩემი თავი და მივიღე სუხიშვილებში მაგრამ ნუ ეს არ შედგა რა უფრო მეტი მონდომება მე არ შემეძლო რა ყველაფერს ვაკეთებდი რომ მე ვარჯიშა ისე რომ მოხდულიყავი მაგრამ ამწუხაროდ ყველა ვერ მოხდება რა სუხიშვილების ანსამბლი არ არის რა ესეთი ანსამბლი მე ყველა ვისაც ცეკვა უყვარს და ვისაც უნდა ყველა მოხდეს არ ვიცი რა ეს ოცნება არ ამიხდა მაგრამ აი დღემდე მალე ალბათ 50 წელს გავხდები და დღემდე ალბათ სიზმარივით და ღამე არ არის და თი არის რომ ეს სურათი არ მქონდეს თვალწინ და აი ჩემი ცეკვის პერიოდი დარბაზის სუნი, ტვერის სუნი ყველაფერი ახლაც არის გამჟდარი ჩემში. ჩემი ოცნება არის სუხიშვილებში ცეკვა, მაგრამ როგორც ასეთი ახლა არც ელისიონშიც წავიდოდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ როგორც ასე ყველაზე მეტად მოყვარს სუხიშვილის ანსამბლი, სუხიშვილების ანსამბლი და იმიტომ რომ თავიდანვე მათი თაყვანისმცემელი ვიყავ. იქ რომ წავიდე, ჩემი ცხოვრება რა თქმა უნდა შეიცვლება, რადიკალურად შეიცვლება და რა თქმა უნდა და საზოგადოებაშიც უფრო გავალ, უფრო განვითარდები და რა თქმა უნდა შემდეგ ძალიან თუ კარგად ვიცეკვე, გარკვეული ცნობილიც გავხდები და იქ წასვლა ძალიან კარგი, ძალიან ფანტასტიკური იქნება ჩემთვის. ალბათ აქ დარჩენას ტრაგედიად ჩავთვლით. აი რატო? არ არის ისეთი სიტუაციები აქ, რომ ადამიანს გაჩერება მომდეს აქ და დარჩენა და სხვა ქალაქში წასვლა არა. ვინ მომიცდის მე ერთ რამეს გეტყვით რა ოზურგეთი არის ნუ მიწყენს ნურც ერთი ოზურგეთელი თუ ამ სიტყვას ვიტყვი ტუპიკია იმიტომ რომ შემოდის მატარებელს გაგრძელების საშუალებაც აღარ აქვს ლიანდაგზეც ვერ უხვევს მატარებელი უნდა წავიდეს წინ უკან ჩამოებას და დაბრუნდეს უნდა უკან ყველას უნდა დიდ ქალაქში წასვლა და მით უმეტეს თბილისში სადაც ამხელა ვისაც უყვარს ცეკვა რა თქმა უნდა ამხელა ცეკვა ტრიალებს რა ეხლა ვისაც არ უნდა შეეკითხო აქ პატარების ანსამბლში სახელმწიფო ანსამბლში ყველა ამბობს სად მიდიხარ ის არის ღირსი არ არის არ ფიქრობს ყველას უნდა რომ სუხიშვილთან იცეკვას ერთადერთი საშუალებაა რომ წავიდნენ ოზურგეთიდან თუ ვერ აბარებს უმაღლეში თუ უმაღლეში აბარებს ეხლა იქ ხო არის 70% დაფინანსებით მოხდა 50% ვერ იხდეს იმ 50%-საც მშობელი ვერ უხდის ბავშვს კი უნდა სწავლა მაგრამ ვერ უხდის ერთადერთი საშუალება ქართული ქორეოგრაფია რომ
ბავშვმა ცხოვრება წინ წაიგდოს, პურის ფული იშოვოს, ცოლი მოიყვანოს, ოჯახი შექმნას და არჩინოს ოჯახი. ბავშვს იქ მეტი არაფერი არ გააჩნია. აქ შეიძლება მშობელმა რაღაცა სხვა განხრით წაიყვანოს, ცეკვაზე შეიძლება გასართობად შემოიყვანოს, ხო? და თქვა ჯგუფიდან გამოვიდეს 1-2 მოცეკვავი, რომელმაც შეიძლება სურვილი გამოთქვას, რომ გააგზავნოს და იქ ვინც მიდის ცეკვაზე, იმით უნდა რომ რაღაცას მიაღწიოს, აი ეს არის განსხვავება. გამარჯობა. ეს რა არის? გარისთვის საგროვო. ეს მოსულო ვაბარი და ყველა ნაგიჟა გასაგები. ძალიან კაი თაობები ასერდა ამ სოფელმა რა. ეს იმის ბრალი იყო, რომ მეტი საშუალება იყო და მეტი არჩევანი იყო გეცეკვა ბავშვი. და ამიტომ ემღერა სპორტში ყოფილიყო და ამიტომ მე ირჩევოდა რა, აი ნიჭიერები მიდიოდნენ და თავგზას ნახულობდნენ და სამი საშუალება ნაკლებია რა სოფელში და საშუალება ცოტა გაჭირდა ცხოვრება რა, ცოტა. მაგრამ მაინც მე ავირჩიე ცხოვრება, სადაც მე დავიბადე, სადაც ჩემი მშობლებია, სადაც ჩემ ოჯახში ან მეუღლეს უხარია ჩემი შვილებს და ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. ხშირად მესმის ეს კითხვა, რომ აი რატო დაბრუნდი ოზურგეთში, მაგალითად შეგეძლო თბილისში არანაკლებ წარმატებული იყავი. მე ამ კითხვაზე სხვა მეორე მხრივ შემხედრი კითხვა, რომ რატომაც არა ოზურგეთში და რატო არა. როდესაც შენი საქმე გიყვარს, ხო, არ აქვს მნიშვნელობა ოზურგეთში გეყვარება, ის თუ თბილისში გეყვარება, ცეკვა და სიყვარულია, რა მნიშვნელობა აქვს სად გიქნები და სად გეყვარება. ეხლა ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ რატო რა თბილისი მეტად განათებული რო არის, მაგალითად ასფალტირებული და ღამის კლუბები რო არის თბილისში უფრო ჭარბად და ოზურგეთში არ არის, მაგის გულისთვის არ შეიძლება ოზურგეთში იმუშაოს ადამიანმა და გიყვარდეს ოზურგეთი. მე ბოდიშით რა, კი არ დავიწუწუნებ ისე გეტყვით რა. ჩემი ჯანმრთელობა ძალიან შეიყა, ხო და მე დავინახე რომ უკვე ვეღარ გავქაჩავდი. ამან განაპირობა რომ კობამ დატოვა თბილისი და ნელ-ნელა ალბათ გავქაჩავთ ყველაფერს. ჩემის დახმარებით თუ კი ვიცოცხლე. თუ არა და რაც არის, ბევრი რაღაცეები აქვს კობას მამისგან დანატოვარი და მე მგონი არ გააფუჭებს არაფერს, მოულის ამანსავს, მოულის სტუდიაში ამხელა პროგრამაა გაკეთებული ბავშვებში, მაგრამ იმას კიდე კეთება ჭირდება. ძალიან გული დავსდა მაშინ იქ 5-6 ბიჭი ვიყავით რა. პაესკაში ამ გულიდან სამდამე ჯუმბერისხელში გავიარეთ. წამოსულები ძალიან გული დავწვიდა, მაგრამ და ძალიან მეწყინა რომ თან აქეთაც არ ვიყავი. თან არ ველოდებოდით არავინ რომ ესე უცებ გამოგვეცლებოდა ხელიდან და ეთის მადლობის მეტი მაგაცის არაფერი არ გვეთქმის რა ჩვენ ვინც აქ მოვედით რომ ვინც ავიჩიეთ ეს პროფესია და მან დაგვაყენა გზაზე რა ეს რო იყვია.
პირველ რეპეტიციაზე რომ შემოვედი სიმართლე გითხრათ ალბათ მთელი ანსამბლი დამერწმუნება რომ ძალიან ძიმე იყო ჩემთვის და პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ ახალს რო გავაკეთებ მაგალითად ანსამბლში აი ვიღას უნდა ვაჩვენო ის ახალი რეპეტიციაზე რომ რაღაცას ვქმნიდით, მაგალითად ახალ საცეკვაო ფრაგმენტს, იმას რომ დავამუშავებდით, მე ვეძახოდი ხოლმე, რომ მამა მოდი ნახე, აბა როგორი მოგეწონება და ველოდებოდი, რომ რაღაც შემჩნევა ექნებოდა, თავისი ხედვა ექნებოდა, რაღაცას მირჩევდა, აი აქ ის არა, მაგალითად აი ისე უნდა გაკეთდეს და ძალიან რთული მომენტია ადამიანისთვის, რომელიც ესე ცხოვრები ცხოვრობ, უცბად გეცლება ადამიანი, რომელიც არის შენი გზამკვლევი, შენი მთელი ცხოვრება და მთელი სიცოცხლე და ფაქტიურად მარტო რჩები. რა მამა? ახლა იწყება პატარების ცეკვა და აბა დიდები შეინდები ცეკვავენო. გახსენე საკეთე თუ რა? ჯერჯერობით ამ ეტაპზე ძალიან რთულია იმ თემაზე საუბარი, რომ მე თბილისი მივატო, იქაც შექმნილი მაქვს. მოდით რომ რაღაცას აი გავგეტყვით ახლა. ეს მამამ შექმნა და კი, მეც მიშრომია მასთან ერთად, მაგრამ ესე ვთქვათ, რომ ჯუმბერიმ შექმნა, მაგრამ იქ თბილისში რაცა მაქვს მე, ის ჩემი შექმნილია. და წარმოიდგინეთ ახლა მე როგორ რთულ სიტუაცია ორ ცეცხლში ვავდგევარ ფაქტიურად და ვერც ერთს ვერთმობ და ვერც მეორეს და ამას ითვალისწინებენ, ვინც გვერდზე მიდგას და მოცეკვავიდან დაწყებული, მშობლით დამთავრებული
ყველა ითვალისწინებს ამას და ყველა შედის ჩემ მდგომარეობაში და ესმით, რომ რაოდენად რთულია ამ სიტუაციაში ახლა გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ალბათ საბოლოო ჯამში მაინც მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომ მე დავბრუნდები ოზურგეთში. თავიდან ბოლომდე.